დღეს ევროსაბჭოში საქართველოს დებატები გაიმართება და კენჭი ეყრება საქართველოსთან დაკავშირებით მორიგ კრიტიკული რეზოლუციის პროექტს. დოკუმენტს უკვე მოყვა პოლიტიკური შეფასებები. ოპოზიციის ნაწილისთვის საქართველოსთან დაკავშირებით გამოთქმული მწვავე შეფასებები მოულოდნელი არ ყოფილა. მმართველი გუნდისთვის კი რეზოლუციის ტექსტი უსამართლო და რეალობასაც დენილია. საერთაშორისო საზოგადოების რეკომენდაციების უგულვებელყოფა და სწრაფი უკუსლო ეს არის ბრალდებები, რაც დოკუმენტში საქართველოს ხელისუფლების მისამართით არის გამოთქმული. დაგმობილია საქართველოს ხელისუფლების იზოლაციისკენ მიმართული პოლიტიკა, უსაფუძვლო თავდასხმები და ბრალდებები საერთაშორისო საზოგადოების წევრების მისამართით. ტექსტში ასევე დაგმობილია მზიან მაღლობელის და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება, რომლებიც ასაბლის განცხადებით პოლიტიკური ნიშნით არიან დაპატიმრებულები. რეზოლუციის პროექტი ეხება ასევე 4 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებს. ასაბლია წუხს იმ ფაქტის გამო, რომ არ შესრულდა მისი მოწოდება ახალი ჭეშმარიტ და დემოკრატიული არჩევნებისთვის ხელსაყრელი საარჩევნო გარემო შესაქმნელად დაუყოვნებლივი და ინკლუზიური პროცესის შესახებ. არჩევნებზე დასაკვირვებლად მიწვევა კი ეთოში დაგვენებით განზრახ გაიგზავნა, რამაც მათი დაკვირვება შეუძლებელი გახადა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის და გრანტების შესახებ კანონების მიღების გამოც. დოკუმენტში დაგმობილია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაც. ქვეყანაში დღეს დემოკრატია არის დამხობილი მიწასთან. ქართულ ოცნებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო არ ყოფილიყო, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ადამიანების უფლებები არ ყოფილიყო დაცული, შესაბამისად რეზოლუციაში გამოთქმული პრეტენზიები საქართველოს მიმართ არის სრულიად სამართლიანი. ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო იყოს იზოლაციაში და მოხდეს მისი, ესე რომ ვთქვათ, მიერთება ჩრდილოეთისკენ რუსულ ბანაკში წაიყვანა საქართველოს ივანიშვილმა. შესაბამისად ივანიშვილსაც პასუხი უნდა გავცეთ 4 ოქტომბერს ევროსაბჭოს რეზოლუცია, სწორედ ამას ეხმაურება და ცხადია ჩვენ ხელს გვიშლის ივანიშვილი, რომელმაც ევროკავშირისკენ უარი თქვა გზის გაგრძელებას და ამიტომ ივანიშვილი უნდა დამარცხდეს და შესაბამისად შესრულდება ყველა რეკომენდაცია და რეზოლუცია. მგონია რომ ჭკვატყოფელებიც გამოჩნდებიან, ვინც ამას წინაუდგება. ეს არის უსამართლობა, ორმაგი სტანდარტი და ფიქრობ თვალთბაქცეობაა და რეალური მიზანი არის შენიღბული აი ამ დემოკრატიაზე წუხილი თვითონ. საქართველოში დემოკრატიის ყველა სტანდარტი არის აღიარებული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, მათ შორის ევროსაბჭოს ინსტიტუტების მიერ. ამას უპირისპირდებიან ადამიანები, ვინც კონკრეტულად არიან ჩართულები აი ამ გლობალური დაპირისპირების პროცესის განვითარებაში.